სავარძლების გარდა პირველი საკითხი. დღეს ნახე სხვა შორის არ ვიცოდი ეს სამი ახალგაზრდა მამაკაცი ყოფილა ვერა ივანიშვილის სამი მეგობარი, რომლებიც აი ესეც კეშს რაღაც სასაცილო თავის ჭკუით რაღაც გააკეთებენ და პოდკასტი არ ვიცი რაღაც გააცემენ და ნამუნარიდით და ესეთ რამეს ამბობენ, არ იქნება ჩარიცხვები, არ იქნება მშვიდობა, ანუ ჩვენ მას დასცინიან და იტყუებიან, აი როგორ დეზინფორმაციას ავრცელებენ ხალხში, რომ ხალხმა იფიქროს, რომ ხალხო სადაც არის კამერა, ხალხო ის კი არა რომ ჩარიცხო ხალხს აქვს მასობრივად ანგარიშები დაყადაღებული ადამიანებს 2 კაპიკი ფული არ აქვს, რომ და მაინც იბრძვიან და დგანან, იმიტომ რომ ადამიანები მიაყედეს კედელთან, კუთხეში ვარ მიმწყდეული. იმ გვართმევენ თავისუფლებას, ქვეყნის პერსპექტივა ჩაკალეს, გვიშენეს გარშემო დიდი ქოცური გალავანი და გვაცხოვრებენ აი ამ რუს ქოცურ სამართალში. ასე ვთქვათ და იტყუებიან ხალხო, ჩვენ ურიცხავთ ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ რაიმე ფული შემოგრჩა და რაღაც შემოსავლის რაღაცა ნასახი, ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს, ვურიცხავთ პერიოდულად იმ ადამიანებს, ვისაც არაფერი არ აქვს და როცა ჩვენ გვიჭირს, ისინი გვეხმარებიან. ესეთი არის ჩვენთან სოლიდარობის სისტემა მუშაობს. არც ერთი წუთით არ დაიჯეროთ ხალხო, არანაირი ჩარიცხვები, არანაირი დახელფასებულები. ეს არის ყობახიძის და მისი ბოროტი ჯამბაზების ცრუ ნარატივი ეგრეთ წოდებული, ანუ გზავნილი თქვენ რო თქვენ ეს დაიჯეროთ. ეს არის ტყუილი, არასდროს არ დაიჯეროთ მსგავსი ტყუილი, აგერ ერთადერთ შულს ფიცავარ, ეს არის ტყუილი და არ დაიჯეროთ. აი საზოგადოება, საპროტესტო საზოგადოება არის სოლიდარული. ერთი პატარა მცდელობაც კი ვისაც აქვს რომ გუში ვერ წავედი, იცი რატო ვერ წავედი? ხერხემალი მткиოდა. რატომ მткиოდა, იცი ინგა ხერხემალი? ჩემთვის დგომა არ შეიძლება დიდხანს. ანუ და ვიარო სულ და მით უმეტეს სიცივე არ შეიძლება, მაგრამ ფეხები მქონა გაყინული იმ დღეს და ერთი დღე ჩავაგდე. ეხლა დღეს ერთ სულმა გავიქცე მარს ემტრო. ჩემი შინაგანი მოთხოვნილება ჩვენ თუ აქ გავჩერდით და დავდუმდით მთელი მსოფლიო ჩათვლის, რომ ჩვენთან პროტესტი დამთავრდა, ჩვენს ბედს შევეგუეთ და ხვალ და ზეგ გავიღვიძებთ მართლაც რომ რუსულ გუბერნიაში და მერე რა ვალდებულებები ექნება ქართულ ოცნებას მისი გადარჩენისთვის რუსების წინაშე, აი გაიაზრეთ რა შეიძლება ეს იყოს. სად არის დღეს რუსეთი, რა საქმიანობას ეწევა რაშია და აქედან გამოიტანეთ დასკვნები, რა გველის ჩვენ მომავალში. ძალიან ცუდი რაღაცები გველის, თუ კი დავრჩებით რუსეთის პირისპირ მარტო და ბიძინა ივანიშვილი და მისი დამქაშები ზუსტად ამას ცდილობენ. ეხლა მეორე. რაც შეეხება იმას, რომ პროტესტი, ანუ ვიღაცას არ შეეხება ქართული ოცნების რეპრესიები. აგერ გუშინ ჩემ მეგობარი მუშაობს ელიავას ბაზრობაზე, ავტომექანიკოსია და გამომიგზავნა ვიდეო რა ხდება იქ. ესე იგი მივიდნენ ქოცები, დაუხურეს ჯერ ადამიანებს საბურავების მაღაზია, მერე გვერდზე დაუხურეს ადამიანს ზეთის ვაჭრობდა ადამიანი, იმის მაღაზია დახურეს. ეხლა მოვიდნენ აქ და ეუბნებიან რომ შენ არ გაქვს უფლებაო, რომ გამოყენებული მანქანის ნაწილები დაუყენო შენს კლიენტსო და ეს რას ნიშნავს იცი რომ და მერე რომ გამორთო ამ კამერა უთხრეს რომ მეო თქვენ ადგილას ეხლა სხვა ადგილს მოვძებნიდიო. ესე იგი და იქ ხალხი ეკითხება მეო ჩემ შულს რა ვაჭამო, იმიტომ რომ იქვე არის მანქანის ნაწილების ბაზრობა საკმაოდ ისა და იქაც მივლე და ვინც დღეს ჩუმად არის ხალხო ნებისმიერი საბაბი თუ კი მათ გადაეღობები წინ რაღაცაში ელემენტი კორპუსის ჩადგმა უნდა, ეხა იქ ვიღაცას დარწმუნებული ვარ ამ პლანის ნაწილს და იმიტომ ხურავენ ამ ბაზრობის აი ამ სექციას დაუშვა.
და არც არანაირ კომპენსაციას აძლევენ და ხალხი არის გაგიჟებული და გუში რო დავდე ეს ვიდეო, იცი რამდენი ძალიან ბევრი ნახვა აქ. ათასობით და ადიდები. რა საკვირველია ლიკა ადამიანების ერთადერთი შემოსავალი ამ მართლა ამ უმძიმეს ცხოვრებაში და კრედიტებით აქვს, ყველას კრედიტით აქვს ეს პატარა თავისი მცირე საქმე დაწყებული პატარა ბიზნესი, რა საკვირველია. კი, ბძანეთ და არაფერი და ამ დროს რა ხდება ჩვენ უშუალო სამეზობლოში ხალხო უშუალო სამეზობლოში თებერვალში ჩადის იქ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი და სომხეთთან და აზერბაიჯანთან ისინი აწერენ ხელს ერთობლივ თანამშრომლობის შეთანხმებას, რაზე შეიარაღების თანამედროვე ამერიკული კლასის შეიარაღების წარმოებას და თქვენ როგორ ხართ დელტაში, რა საწარმოებ, ჩვენი სამხედრო წარმოება რა სტადიაშია, იქ და ვინმე გვითხრას ამის თაობაზე რაღაცა, თავდაცვითი შეიარაღებას ვინმე აწარმოებს ჩვენს ქვეყანაში და ვინ ყავს პარტნიორი დღეს, საიდან შემოდის ინვესტიციები, კიდე ტრამპმა დაწერა თავისი True Social-ზე, რომ ეხლა სომხეთში და აზერბაიჯანშია ჩვენი ნახევარ გამტარების ინვესტორების შემოვლენ და მილიარდობით დოლარი შემოდის ჩვენ სამეზობლოში. ინგა მაშინ როცა ჩვენ აი ამ კოშმარში ვართ, რომ ჩვენ ხალხი ვინც თავდადებულად ვიბრძვით, ეხლა მე შევა ყოველდღე არ ვდგავარ, მაგრამ კვირაში 3-ჯერ, 4-ჯერ მაინც ვახერხებ ნისვას. გამოდით ხალხო, სანამ გვიანი არ არის. დაგვიდექით გვერდი, დადექით ჩვენს გვერდი და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.